თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. რუბრიკაში მწვანე ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, მის გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე. მოგესალმებით, ეთერშია რუბრიკა მწვანე და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა დავარჩიე ფუტკარი, მისი მნიშვნელოვნება, როლი და გამოწვევები, რაც მას დღევანდელ გარემოში ხდება. და რატომ ფუტკარი? იმიტომ ფუტკარი, რომ მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ უკვე ყოველწლიურად მათი პოპულაციის რაოდენობა დედამიწაზე მცირდება და ამასთანავე ისიც მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სწორედ ფუტკრები არიან მნიშვნელოვანი დამამტვერიანებლები ჩვენს გარემოში და სწორედ 80% დაახლოებით საკვების, როგორც არის ხილი, ბოსტნეულ და მარცვლეული, სწორედ მათ კისერზეა. აქედან გამომდინარე, მინდა რომ უფრო ახლოს გაგაცნოთ ფუტკარი, ეს მხოლოდ პატარა მწერი არ არის, ეს არის ეკოსისტემის საკმაოდ გიგანტი ნაწილი და ამასთანავე მხოლოდ თაფლის მწარმოებელი არ არის. დაახლოებით 7 თუ 8 სახეობის პროდუქტი იწარმოება, რომელიც საკმაოდ სასარგებლოა ადამიანისთვის და ამასთანავე უკვე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებით დაახლოებით საკვების 80%-ის დამტვერიანობა მათზეა დამოკიდებული. და რომ არა ფუტკარი რა მოხდებოდა? ის რომ მცენარები ვერ გამრავლდებოდნენ, ის რომ მოსავლიანობა დაიკლებდა. ამასთანავე მეცხოველეობის მიმართულებითაც საკვები ბალახების რაოდენობა შემცირდება. და აი ამ ნაწილში მინდა გავიხსენო ალბერტ აინშტაინის სიტყვები, რომ თუ ფუტკარი გაქრება, კაცობრიობას მხოლოდ 4 წელი დარჩება ცხოვრებისთვის. და ძირითადად რა გახდა წინაპირობა იმის, რომ დღესდღეობით ტენდენციურად იკლებს ფუტკრების რაოდენობა სამყაროში, ის რომ გაზრდილია სხვადასხვა ქიმიური საშუალებების და პესტიციდების გამოყენება. ის რომ კლიმატურმა ცვლილებებმა მათი ღალიანობის პერიოდი შეამცირა და შესაბამისად არამდგრადი ამინდებიდან გამომდინარე მინიმალურ საკვებ ბაზასაც ვერ იმარაგებენ. ის რომ მონოკულტურების წარმოებამ ერთგვარი ხელის შემწყობია მათი გადაშენების, ის რომ ნელ-ნელა მსოფლიოში ახალ-ახალი პარაზიტები და ვირუსები ჩნდება, რაც პირდაპირ მათ სიცოცხლის უნარიანობას პოპს და ურბანიზაცია თავისთავად ამცირებს გარემოში ფუტკრების რაოდენობას. ფუტკარი არ არის მხოლოდ სასარგებლო მწერი, ის ეკოსისტემის ბალანსის ხელის შემწყობი არსებაა. და სწორედ რას ნიშნავს ფუტკრის დაცვა? ნიშნავს, რომ ჩვენს საკვებს დავიცავთ, როგორც ადამიანები, ანუ გავზრდით წარმოებას. დაახლოებით უკვე ვახსენე, რომ 80% მათზეა დამოკიდებული. ის რომ ბუნების მრავალფეროვნებას შევინარჩუნებთ, ის რომ სოფლის მეურნეობის დარგების მდგრადობას შევუწყობთ ხელს და ამასთანავე ჩვენი ჯანმრთელობის და ეკონომიკის დაცვასაც შევუწყობთ ხელს. რა არის მთავარი იმისთვის, რომ ფუტკრის გადარჩენას შევუწყოთ ხელი? ალბათ პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ეს არის ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში და სწორედ აი ამ ცნობიერების ამაღლების ფარგლებში ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი, კავკასიის ახალციხის ოფისისა და სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია ერთობის მხარდაჭერით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან, სადაც უფრო ახლოს გააცნო პრაქტიკოსმა მეფუტკრე ფუტკრის ბუნება, მნიშვნელოვნება, ამასთანავე რა პროდუქტები იწარმოება, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში უფრო ახლოს ანახა მეფუტკრის ყოველდღიურობა და ფუტკრის ცხოვრების წესი და თავის მხრივ ახალგაზრდებმა იმისთვის, რომ უფრო მეტად გაეზარდათ საკვები ბაზა ფუტკრებისთვის, გარემოში დარგეს, ასე ვთქვათ, გაისროლეს, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, მეგობარი ყვავილების თესლების ბომბები. და სწორედ აი ერთ-ერთი კომპონენტი იმისთვის, რომ ფუტკრების გადარჩენას შევუწყოთ ხელი, ეს არის, რომ ჩვენი შეძლების დაგვარად მოვახდინოთ გარემოში ყვავილების დარგვა და საკვები ბაზის გამრავალფეროვნება ფუტკრებისთვის. ამასთანავე მნიშვნელოვანია წყლის რესურსის მიწოდება მათთვის, ისევე როგორც ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი სუფთა წყალი, ფუტკრებისთვისაც მნიშვნელოვანია ყოველდღიურობაში და რაც მთავარია, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ადგილობრივ მეფუტკრეებს ქონდეთ მეტი мотиваცია, რომ გაზარდონ საფუტკრე მეურნეობა, ჭირდება მათ აუცილებლად ჩვენი მხარდაჭერა, იმისთვის რომ მეტი мотиваცია ქონდეთ და ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს მივაწვდით მათ მნიშვნელოვნებაზე
მათ ფუნქციებზე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით ინფორმაციას მით მეტად შევძლებთ, რომ ფუტკრების გადარჩენას შევუწყოთ ხელი. და ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ თუ გადავარჩენთ ფუტკრებს, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი პლანეტის და ჩვენი სიცოცხლის გადარჩენას. მადლობა, რომ გვისმენდით და შევხვდებით მომდევნო რუბრიკაში. გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლიბიის საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალი გვადევნეთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო დისტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.